ანალოგიურ შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საირმის განვითარების კომპანიის სახელმძღვანელობას შეხვდა და კურორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო. ვერახობალიამ საკურორტო პოლიკლინიკა დაათვალიერა და მეტპერსონალს გაესეობრა. პოლიკლინიკაში უახლესი გერმანული დანადგარებია დამონტაჟებული. ხობალიამ დღესვე რამდენიმე შეგებარე ობიექტიც დაათვალიერა, მათ შორის გამაჯანსაღებელი ცენტრი თერმული აბაზანებით. ახალ ტურისტულ ობიექტზე საირმეში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ბევრია, მაგრამ არა, სიგნალი ბევრია. ტურისტი საქართველოში არის ახალი სამუშაო ადგილი. რადგან ტურისტების შემოსვლის გამო ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კვების პროდუქტები, უფრო მეტი ტრანსპორტის საშუალებები, უფრო მეტი გასაჩერებელი ადგილი, სასტუმროები, დასასვენებელი ადგილები და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ინფრასტრუქტურა საირმეში განვითარდა, რადგან გვაქვს საშუალება მივიღოთ უფრო მეტი ტურისტი, გვაქვს საშუალება შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი საირმეში. კურორტის საირმე არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი დამსაქმებელი ბაღდადის რაიონში. ჩვენთან დღესდღეობით დასაქმებულია 155 ადამიანი და აქ დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობა 140 მაინც არის ბაღდადის მკვიდრი, ანუ რაიონის მკვიდრი. ჩვენი კომპანია არაპირებს გაჩერებას, მუდმივად ვითარდება. უკვე 1 წელია ჩვენ კურორტ საირმეს ვაკვირდებით. ინვესტიცია ჩავდეთ გამაჯანსაღებელ ცენტრში. ამ კურორტს დიდი პოტენციალი გააჩნია და იმედი გვაქვს, რომ საირმე კიდევ უფრო განვითარდება. ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ სტუდენტებს დავით ბაქრაძე შეხვდა. 50-მდე სტუდენტი ქუთაისში საზაფხულო დასაქმების